იცენ ვოტა. ხომ გაკეთების შემდეგ ჩამოგდანით. ხო არ იცანი. ნუ კარგით. ეხლა ჩამოვალ სამაწალბოში და ყველაფერზე მოგელაპარაკებით. შიშუმე. ის გახა დავიკიდე. იდით და უფრო შეიძლება დაიყოს რომ ევროპეიდ უკვითელ მონღოლოიდიდან შავ ეკვატორულურად თითოეული რასის წარმომადგენლებს აქვთ ოდიშებულებანი რაც მემკვიდრეობის გადაეცემა თეთრი რასის წარმომადგენლებს აქვს ნათელი კანი გამოშველი თავის ქალის ფორმის და ასე შემდეგ დამახასიათებელი თავისებურებანი რაც მემკვიდრეობის გადაეცემა რატომ არსებობს ასეთი განსხვავება სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს მეერებმა ამ კითხვაზე ასეთი პასუხი გასცეს. ადამიანთა რასები ჩამოყალიბდა იმ გარემო პირობებთან შეგუებით, სადაც ისინი ცხოვრობენ. მაგალითად, იქ სადაც ზანგები ცხოვრობენ, ზე უხვად არასწორებს და ადამიანთა კანი საკმაოდ მეტად რა ხდება კლასში? სხვა გასართობი ვერ ნახი, არა? დასხედით. ხვალ ვერ მოიყვან დედაშენს. არაფერ შუაში ვარ. აი დედაშენს რომ მოიყვან, მაშინ ნახავთ ვინ არის შუაში, ჩქარა ადექი ფეხზე? ჩემ ბრალი არ იყო. იცი მინა მე ჩავამტრიე და მსურს დედაშენს შევატყობინო რომ შენზე არ იფიქროს. გასაგებია? ჰა? რას მიყურებ? დაჯი კიდე მომეცი ახლა დღიური. Strafat. Anjaparidze. Va. Antidze. Antidze. Va. Bibliani. Va. Gabunia. Alat ari mas. მეოთხედის ბოლოს გავარკვევთ ვინ იყვალათ. თოხაძე. Va. იმნაძე. Va. ნავროზაშვილი. Va. Strafat. Juma ვიყავით. ხაზარაძე. ხაზარაძე მოტრიალდი? აი კიდე დაიმახსოვრე რასაც გიწერ. დღესვე აჩვენებ დედაშენს დღიურს. რამდენიც გინდა წერეთ, მე მაინც არ მივიტან მაგ დღიურ სახლში. რა ურას თქვი? ადექი ფეხზე? გაიმეორე რას თქვი? თუ გინდათ მე მივიტან დღიურს. რამბარია სიჩუმე? შენ რა? იცი საცხოვრობს? დიახ, ჩვენ მეზობლები ვარ. შენის თანა მეზობელი ხუთი მაინც უნდა ყავდეს კაცი. ურადღებიანი გოგო არა. გასმანდას ფოთელი არ აცდება, აი. დაგუზაშვილო, შენ თავს მიხედე. წადე და მიუტანე ხაზარაძის მშობელს დღიური. ამის შემდეგ რა გაკვეთილი გაქვთ? ისტორია. უთხარი გაკვეთილების დამთავრებამდე მოვიდეს. გის. კაცი ვაფრინეთ. შენ დაჯექი? გაბაძე. გაბაძე გადაიქი კუთხეში. წყნარად. დღევანდელი გაკვეთილის თემაა ავაზნის ველი მთვარიან ღამეს. დაფასთან გამოვა დონღუზაშვილი სწრაფად. რა გრევხარ ბიჭო? არაფერს მას. ბავშვმაც კი ნარი წიწუ. კაკო ყაჩაღის შესავალი დაიწყე. რამდენიმე სურათი ამ ეპიზოდი კაკო ყაჩაღის ცხოვრებიდან პოემა. დასხედე ბავშვი. განაგენიმე სურათი ამ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან პოემა. გაუბედონა რა.
თქვენთან საქმე მაქვს. გაკვეთილების შემდეგ სამასწორებლოში მოგწონდი და იქ ვილაპარაკოთ. ელეგია გაიმეორე. კრთალი ნათელი სავსე მთვარის სამშობელ ქვეყანას ზედმოფეუნდა და დათეთრი ზოლის ორი მთებისა ლაჟვარდ ციმცეს დაინთქმებოდა საიდახმა არსიძახი შოგილის არას მეტყოდა როჯერტი ტანჯით ამოძახილი ქართლის ზის შეფლესა ესმოდა ვიდექ მატოდა და მთელის სულში რამდავია მანდ რაც მაგან გასკიდე ჯენზეზე ფლეშერ გამიგიება გაჩვენდით ვარიანტი არ არის შეაჩინოს რას გაჩვენებულ ხარ თქვი რამე რამე იმან ბოლოსები შეიძლება კი უნდა გასეთქოცენ რა გაუკეთა როგორ უნდა აპატიოს თქვით რამე როდი ჩემდა დაუწვა მართალია სორია რა უნდა დაუწვათ მას ხართა გიგდა ბიჭო სახლამდე არ მეუშვა ბიჭო უეწოდ მოგამოიჭირო მოდი პანჯიდან აი სორია მალე შევარი თქო შემოვარია ახლა გამოიჭირო ჯობია შენ თვითონ მომწე. ვალ მოგწონდით სკოლაში ხაზარაძე ამ ბოლო დროს როგორ იქცევი არ აკცხენია გამარჯობათ.
ჩემი დღიური სად არის? რა იყო რა მოგივიდა დაყრუდი? შენ ჩანთაში. აბა რაღაც მარბენინე. შენგელი ვიპოვე. ინდა შეგაც. არა ამცი. აბა ეგრე ხო არ ევლე. მე რა მოხდა? ჩაიჭი. საღამოს უყურე ტელევიზორს. არა სინათლე გამოერთა. გუშინ ჩვენთან მაგარი ავარია მოხდა, მანქანამ გლიჯა კატოქს. იმ კაცის ბრალი არ იყო, გამოვარდა, ნევადა რო არ დაერტყა გვერდზე შეუხვია და მაინც გლიჯა. გამწარდა მაგრა. ამრიკოს მარასაც ეგრე მოვიდა, ავარიაში მოყვა კოჭლობს. არა ხალხი შეგროვდა, საქმის გარჩევა დაიწყო. აგარი ყვირილი იყო. ერთი შავი ტიპი იქაჩებოდა. კაფას გავდა მაგრა. რა ის კაცი გადარჩა? არ ვიცი, აბა, ხალხი ჩამოეხვია და სასწრაფოდ მოვიდა. რა ვიცი? ალბათ. საავადმყოფოში წაეყვანდნენ იმ კაცს. ვახ, ფეხი, ვახ, აიმე, ფეხი, ვახ. ამოწავიდეთ. მომიცადე რა? ჩემთან მაინც დამეჭირე. ახლა ვიცი რომ ჩემი ბრალი არ იყო. არა უშა სხვა ფორმა მაქვს. დღევანდელ ამბავზე გეუბნები ჭუტალაზე. შენ გესინია? მე? ვისი? აი აქ მარტო ღამე გაიგლი. ღამე? ხო, სადამდე და ბოლომდე. გაგიზდი. გინდა ხვალ მიდი ჭუტალასთან და უთხარი რომ ჩემი ბრალი არ იყო. ხაიცი რომ შენ გცემ ეს სახში? მე? გაგიზდი ვინათქვა? ჩამოგი არა. ой, საჩუმად სირცხველი. ნუ გეშინია, კაც არაფერი არ ესმის. შასოიდან იცი? ვიცი, დაბადები დაყრუმუნჩია.
შენ გწამენ? მე და ჩემი სულ სხვანაირად ავართ. ისიც მიყვება ყველაფერს და მეც. რამე თუ გაუჭირდა მე მეკითხებ. არა, მე და ჩემი შვილი ძმაკაცები ვიქნებით. კიდე გაგაცნო. შეიძლება. გამარჯობა. ეს ჩემის პალატაა. გუშინ აქ ტყუპები დაიბადნენ ორნი. ეკა ვიში მოდის შენ ყავათოთ. გამარჯობა დედანი. დეჩემ ხო არ გინდა ხარ? კი ბლოკში იყო. ოღონდ ყავათოთ არ შეხვიდე. კარგი. წამოიცი. იქ ერთი ქალია. თაღდაც მეტყვის გამარჯობა გინც. მეც დედა ისას ვეძახ. მოდი რა. გამარჯობა დედა. გამარჯობა გინც. დეჩინ სად არის? იყო იმორიქება და წავიდა. კიდე ვერ ამეკეთ. არა, მე თუ დარეკა, გადაეცით რომ მე მოვედი და ექსკურსიაზე მივდივარ. გაიგეთ. მუზეუმში. და ვეთქრომ დაგვენებ, არა გენთ. გამარჯობა. ამრიკოს დაბადების დღეა და ერთად ავიდეთ თუ გინდა. ნახოთ, თუ დამიჯერა კაი, თუ არა და დილით რომ მივალ და ყველაფერს აუხს. აუცილებლად დამიჯერებს. მოიცა. რა არის? რო არ დაგავიწყდეს ხვალ ჭუტალასთვის თქმა. წავედი. სადაც ხარ აქამდე? შემოდი. გამარჯობა. სადაც ხარ? სად იყავი აქამდე? რა არ მიფიქრე? სკოლაში არ იყავი ამ ხანაგებთანაც შეიძლება ასე? რა, ავად მყოფი მივატოვე. დედა, იცი ჩვენ ექსკურსიაზე წაგვიყვანეთ. რა ექსკურსიაზე? ხალხთა მეგობრობის მუზეუმში წაგვიყვანეთ. მუზეუმში. ძალიან კარგი. მე შენ გიჩვენებ ხალხთა მეგობრობას. მოიცა რა არ გინდა რა დედა? რას გეხარ? არაფერი. რაზე გაიხარე? არაფერი არ არის. ითქინო რამე? მაჩვენე? შემთხვევით. საჩვენო გახია? შემთხვევით და მასწავლებელმა დედამისი დაიბადა. დედამისი ალბათ არის და მამა შენ მიგნიერები ყველაფერში. ხვის საქმეებში ნუერები რამდენჯერ გითხარი მე შენ? არ არის ეს შენი საქმე. ეხლა წახვალ, გამოიცვლი, შეჭამ, დაიბან, იმეცადინებ, ხო იცი საკონტროლო გაქვს ხვალ. და ფეხს არ გაადგამ სახლიდან იცოდე. მე შენ გაჩვენებ მუზეუმებში სიარულს. გასარკვევად დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ულვაშებსა და წარბებსდევით მოთავსებულ წეწებს, რომლებიც შეხების ორგანოებს წარმოადგენს. ყნოსვა კატას სუსტად აქვს განვითარებული. ამით კატა განსხვავდება მეორე შინაური ტაცებლისაგან, ძაღლისაგან. როდესაც კატამ სხვერპლს აღმოაჩენს, ის ჩუმად უხმაუროდ ეპარება მას. მისი ნახმა არის. გამარჯობა დედამან. თითების ხედა მხარეზე მას რბილი რამიშები. ნანიკო, მოვედი. რა გითხრა დარეკა? გამარჯობა. კატა მაცალე 5 წუთი და გამოვა. დარეკა, მაგრამ ისე რა ვიცი. შემდეგ კარგი რა, მაგის თავი აღარა მაქვს. ეხმარებოდი? ნახტომის გაკეთებაში ძალიან. ეხმარება მისი უკანა ღონიერი და წინა კიდურებთან შედარებით გრძელი. გარდა ამისა, ნახტომის მძნელებს მოგრძელდა. კატი გითხრათ არა? ძალიან ხო, სადღაც ერთად ყოფილად თურმე. რომელიც ამას კაბაც შემოხეული აქვს. დროს დიახ.
კაცებლები ის ძუძუმს საერთოდ რას გავს ეს? მაგარი ბავშვები არიან, მაგათ ჯერ არაფერი არ ესწრით. არა, მე ძალიან კარგად მესმის. მეტი ყურადღება საჭირო, რა თქმა უნდა, დიახ. მრავალგვარობით ისე უბრალოდ ნიკას რაღაც შუშა ჩაუტეხია და მასწავლებელი მგონი თქვენ გიძარეთ. დედა! რა მოხდა? უკაცრავად ხალბატონო. ეგ არა მოგივიდა ასეთი ოღონდ. შენ არ მომეუბნება კოთასი რა? და ზემოთ სხვა იყო, გვერდებზეც ვეღარ შეგეკითხები. მოიცადე აპარატი ხელები აწიეს ზემოთ სხვა. ეგ ასეთი. გასაკვირველია იცით, ასეთი საქმეელი ამასაკში თითქოს არც არის გასაკვირი. რაღაც საჭირო იყო ესეთი ჯიუტობა. როცა უფროსი მიგითითებს, უნდა დაუჯერო მეტი თავდაჭერა, საჭირო სრდილობა. ეს ყველაფერი ქმნის იერს, რომელიც ბოლოს და ბოლოს უკაცრავად. გაიარე. იცით, მე მგონია რაღაც დაღვინება აკლიათ, აი მაჭარივით არიან. ხალბატონო, არ ვიცი. ამას თუ რამე აკლია და არ ვიცი. ბოდიში. ლურსმანიძია როგორ გეკადრებათ? ნიჟარაძემ კი იცის ვინ აიღო, მაგრამ იტყვის რომ გამარია რა. რესკა ხოჩი არის. ბიჭო, აუ ჭუტალა გაგიზდება. ჩქარა მოდი. ნიჟარაძე შენ იცი როგორ დაამღერებ? არ არის საჭირო, დასხედით. ეხლა ვიღამ ჩატეხა მინა. რა ხდება კლასში? თავისით ჩატყდა მინა. მე მას, მე გარეთ ვიყავი. დოგუზაშვილო, შენს გარეთ ბრძანდებოდი. ძმელი რა მას ხელს იკრიბებლოა? მაშინ ხვალ ყველანი უკლებლივ მოიყვანთ მშობელს. დილიდან მენ. პატრიცია, მოიცით, მე არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ეკამ ჩატეხა. ოთახში რომ შემოვიდა, კარები შემოიჯახუნა და ჩატყდა. მე? ხო შენ. მე როდის? ეკა. მართლა შენ ჩატეხე მინა? რა ჩამომტრევია მე? აბა, რა ჩამომტრევია? ესე იგი სამრიგოს ტყუის. არ ვიცი. სხვებს კითხეთ. დაჯექი.
ესე იგი არავინ არაფერი არ იცის. დიახ, მასწავლებელო, ეკამ ჩატეხა შუშა. დიახ, მასწავლებელო, ეკამ ჩატეხა. იცით, კარები მოიჯახუნა და ჩაუტყდა. მოვიდა რა, ვის არ მოსვლია. აპატიეთ, მასწავლებელო. ნინა, მე ჩავამტრიე. არ ვიცი, როგორ გამოვიდა. აპატიეთ.